2012 წლის 25 ნოემბერს ქალაქ თბილისში ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე რუსულ ეკლესიის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლული იქნა 1979 წელს დაბადებული სოსო ჩიკობავა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 100-მერვე მუხლით. აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული სახით დაკავებული იქნა 1955 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხუბაშვილი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულის მკვლელობას. დაახლოებით 17 საათისთვის თბილისში რუსული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ნინოშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლული იქნა 1979 წელს დაბადებული იოსებ ჩიკობავა. კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნა აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ ხუბაშვილი, რომლისგანაც ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენაში გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. იგი დაკავებული ამჟამად წარდგენილი მართლმსაჯულების წინაშე, იგი აღიარებს დანაშაულს. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ეს იყო განზრახვითი დანაშაული და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება დამატებითი დეტალების დასადგენად.